მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ 2025 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით, აქედან გამომდინარე 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.8%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით ნიშნულოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე მშენებლობა. მიუხედავად ამისა, მცირე კლების ტენდენცია გამოვლინდა ორ სექტორში, ეს გახლავთ ენერგეტიკა და საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორები. 2025 წლის მაისში წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 15.7%-ით, ხოლო იმპორტის მიმართულებით პირიქით შემცირება გამოვლინდა დაახლოებით 5%-ით. მაისში ასევე ქვეყანაში დარეგისტრირდა 6400-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოებების რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდაზე. სხვა შემთხვევაში ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებელი წინა პერიოდებისგან განსხვავებით პირიქით კლებით გამოირჩეოდა დაახლოებით 6%-იანი შემცირება ამ მიმართულებით. დაახლოებით 13%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადახვდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე IT სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის ზრდასთან. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან. ამასთან მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი. ასევე 12%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი. გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა ასევე მეტალურგიულ მრეწველობაში დაახლოებით 7.3%-ით გაიზარდა ფეროსილიკომანგანობის ექსპორტის მაჩვენებელი და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოების მაჩვენებლები, როგორიცაა ცემენტის და ბეტონის წარმოება. ვაჭრობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებდა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოება, როგორც საგარეო ვაჭრობიდან მოგეხსენებათ, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. გარდა ამისა, გაზრდილია საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის მოცულობის გაფართოებამ. გაზრდილია ასევე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, როგორიცაა სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა, ასევე ელექტროტექნიკური და სარემონტო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით დაახლოებით 44%-ით არის გაზრდილი ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება, როგორც გითხარით, კლების ტენდენცია ორ სექტორში გამოვლინდა, უპირველეს ყოვლისა ეს მცირე ტენდენცია შეინიშნებოდა ენერგეტიკის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო
ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის შემცირებასთან დაახლოებით 7.9%-ით არის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი, ასევე საფინანსო სექტორში მცირედი კლების ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო ხარჯების გაზრდასთან და შესაბამისად ამ მიმართულებით შემოსავლები შედარებით დაბალ ნიშნულზე იყო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.